მამას სჭირდება გულის გადანერგვა და რადგანაც ფული არ გვაქვს და საშუალება არ გვაქვს, ამის გამო ვერ ვუკეთებთ და ყოველ დილით როცა ვიღვიძებ, მამას საწოლთან მივდივარ და მის გულს უსმენ, რომ ან ხوار გაუჩერდა, ან რამე მსგავსი. და ეს ჩემთვის დიდი სტრესია. ყოველთვის იმის შიშით ვიღვიძებ, რომ მამა ხო ცოცხალია, ხომ კარგად არის. მამა რომ ცოცხალი არ იყოს, მე არ ვიცი როგორ ვიცოცხლებ. ცოტა ფული მქონდა შეგროვებული, ზამთრის თბილი ქურთუკი მინდოდა მეყიდა, მაგრამ ვერ გამიმეტე და რაც ფული მქონდა შეგროვებული, მამასთვის წამლები ვიყიდე. ძალიან ტკივა, მაგრამ იმდენად ვერ აღწერს, როგორც ტკივა და არ უნდა რომ ძალიან გვანერვიულოს ჩვენ. და მაგის გამო მით უფრო მეტად განვიცდი. ადამიანის ცოცხლი არის ფულზე დამოკიდებული. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მამას უმკურნალოთ. მამას 2 კილოს მეტი საწევა არ შეუძლია თავის ჯანმრთელობის გამო და როცა ვხედავ, რომ სხვისი მამები ასე ჯანმრთელები არიან, მე ძალიან მინდება ეს. საბრალო მამაშვილი ყოველ საღამოს ასე შემოუსხდებიან ხოლმე მაგიდას. მათი ვახშამი პური და ცხელი ჩაია. მაგდა ჯერ კიდევ ზაფხულიდან აგროვებდა ცოტა ფულს, ზამთრისთვის რომ თბილი ქურთუკი ეყიდა. მაგრამ შეგროვებული კაპიკებიც კი თავისთვის ვერ გაიმეტა და აფთიაქში მამას წამალი უყიდა. არადა საბრალო კაცს თვეში 500 ლარის მედიკამენტები ესაჭიროება. რაც შეეხება გულის გადანერგვას, საბრალო მამაშვილისთვის ეს აუხდენელი ოცნებაა, რადგან ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის მიუხედავად გოგონას იმედის ნაპერწკალი მაინც შემორჩა. დიახ, მაგდას თქვენი იმედი აქვს, კეთილო ადამიანებო. არ დავტოვოთ ბავშვი მარტო მისი ცხოვრების ყველაზე რთულ გზაზე. კეთილო ადამიანებო, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენი იმედი მაქვს, არ გავგწიროთ მე და მამა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.